მოგესალმებით კულტურის სამინისტროდან და გეტყვით, რომ პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული ქალაქი გდანსკი ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს კულტურის დღეებს უმასპინძლებს და ქალაქ გდანსკში ჩასული დამთვალიერებელი საქართველოს ყველაზე კულტურული ასპექტით გაიცნობს. ასევე იქნება შეხვედრები და უფრო დეტალურად თუ რატომ დაიგეგმა, რატომ აარჩიეს ქალაქი გდანსკი და როგორი იქნება ქართული კულტურის დღეები, გვესაუბრება კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ბატონი კახა კანდელაკი. რატომ გდანსკი? ანუ ეს არის ძალიან ისტორიული ქალაქი, მაგრამ რატომ აარჩიეთ საქართველოს კულტურის დღეებისთვის? მოგესალმებით. გდანსკში ეს შექსპირის თეატრში არის უკვე ტრადიციულად წლების განმავლობაში იმართება სხვადასხვა ქვეყნების კულტურის კვირეულები. აგრეთვე წელს გადაწყდა საქართველო, მათი წარმომადგენლები რამოდენიმე თვის წინ იყვნენ ჩამოსულები ჩვენთან. მოვილაპარაკეთ, ჩვენ ვიცით რომ ძალიან პრესტიჟული სივრცე არის საერთოდ ეს ისტორიული შენობა არის. მე მინდა გითხრათ რომ ერთ-ერთი პრესტიჟული შენობა არის თეატრის შეიძლება გაიმართოს იქ კონცერტები, სხვადასხვა დიდი სივრცეები არის იქ შექსპირის თეატრი. ეს არის სოფლიოში ერთ-ერთი პრესტიჟული ადგილი და მე მგონი ჩვენ გაგვიმართლა რომ აი წელს მაგალითად საქართველოს კვირეული დაიგეგმა ზუსტად აქ, იმიტომ რომ მარტო ჩვენგან არა, თვითონ პოლონური მხარე ძალიან დაინტერესებული იყო. მინდა გითხრათ ისიც რომ 60% მთლიანი ხარჯის გაიღო თვითონ პოლონურმა მხარემ და ძალიან დიდი დაინტერესება არის ჩვენი ხელოვნების მიმართ, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ მოსაწვევებით დაპატიჟებული ხალხი, აქ ძალიან საინტერესოა, წინასწარ გაყიდულია ყველა ბილეთი და ამით უკვე აისახება თუ რამხელა დაინტერესება არის ჩვენს მიმართ. იმიტომ თქვენ სწორად ბრძანეთ, აქ არის მთელი კვირის განმავლობაში იქნება ქართული ფოლკლორის, თეატრის, კინო, გამოფენები სხვადასხვა, აგრეთვე რაც თანამედროვე არის ჩვენთვის, რაც იგი ელექტრონული მუსიკის კონცერტი და სხვადასხვა მიმართულებები, აგრეთვე ჩვენთან ერთად მუშაობს იქ ტურიზმის სააგენტო, რომელიც ხალხს უკვე აცნობს თუ რამდენად საინტერესო არის საქართველო და პრეზენტაციას აკეთებს სხვადასხვა ჩვენი კურორტის თუ სხვადასხვა ადგილის. აგრეთვე ღვინის დეგუსტაციაც მიდის და ქართული სამზარეულოსი პარალელურად. ლევან წულაძის სპექტაკლიც გაიმართება ქალი ძაღლით, მაყურებელს ვეტყვი და როგორც ვიცი შეხვედრებიც არის. თუ არის ხოლმე რაღაცა ესე ვთქვათ ფიდბექი ამ შეხვედრებიდან, თუ მოყვება ხოლმე ამ რაიმე შედეგი ამ შეხვედრებზე? ეს აუცილებლად, იმიტომ რომ აქ დაგეგმილი არის მასტერ-კლასებიც, როგორც ვთქვათ ქართული პოლიფონიის თემაზე, აგრეთვე თეატრის, კინოს თემაზეც და ძალიან ბევრი დაინტერესებული პროფესიონალი ესწრება ამ წარმოდგენებს და მე მგონი ახლა ზუსტად რამოდენიმე დღეში არ გაირკვევა, მომავალში მე დარწმუნებული ვარ რომ ძალიან კარგი ესეთი კოოპერაცია შედგება ან რაღაც თანა დაფინანსებით რაღაც პროექტები შეიძლება დაიგეგმოს მომავალში და ეს აუცილებლად შედეგს გამოიტანს და მით უმეტეს ძალიან დიდი სარეკლამო საშუალებაა ჩვენი ქვეყნის და რომ ჩახვიდეთ გდანსკი ესეთი პატარა ქალაქია, მაგრამ ძალიან ლამაზი მე ნამყოფი ვარ და ძალიან ლამაზი. ძალიან საინტერესოა ერთობლივად ვაკეთება თქვა პოლონური მხარე და საქართველოს მხარე ერთად რო აკეთებს, ამიტომ კარგად კეთდება ხარისხიან ყველაფერი, ეს ლაით ბოქსები და ბილბორდებით საერთოდ გადაჭრელებულია მთელი გდანსკი, სადაც ყოველ კუთხეში ჩვენი სარეკლამო აბრებია და ამიტომაც ესეთი კარგი შედეგია და მე პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი და პოლონური მხარის ესეთი ორგანიზებულობით და ძალიან კარგად დაიგეგმა ყველაფერი და კარგად მიეცა. ძალიან დიდი მადლობა. ესე იგი უახლოეს მომავალში ველოდებით ტურისტებს უკვე გდანსკიდან, ასეა ხო? პოლონეთიდან მთლიანად. პოლონეთიდან მთლიანად. ძალიან